თუ ბავშვი მე-11 თუ ბავშვი იზრდება მოწონების ატმოსფეროში, ის სწავლობს თავის მოწონებას და ეს არის აუცილებელი. რომ ბავშვი გრძნობდეს, რომ ჩვენ ის მოგწონს, რომ ის საჩუქარია ამ ოჯახისთვის, აი ღმერთის საჩუქარია, რომ ჩვენ ოჯახში მოვიდა ასეთი საჩუქარი და მოგწონს, ვიწონებთ მას, მის პიროვნებას, ეს უნდა იგრძნოს ბავშვმა და ამ დროს ის სწავლობს, რომ მოსწონდეს თავის თავი და თუ ჩვენი თავი არ მოგწონს, საერთოდ პიროვნულ განვითარებაზე, ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტი, აი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ამას ადარებენ შედარებაა ფსიქოლოგიაში ძალიან კაი მეტაფორაა. წარმოიდგინეთ, რომ ამოცანა გაქვთ ამოსახსნელი. თუ ამოცანის პირობა არ წაიკითხე და არ მიიღე, კარგად და არ გაიაზრე, ხო ვერ ამოხსნი და სწორ პასუხს ხო ვერ მიიღებ. აი ასეთია, ჯერ შენი თავი თუ არ შეიყვარე, არ გაიცანი კარგად შენი თავი, არ მიიღე ისეთი როგორიც ხარ, ხო ვერ ამოხსნი, ანუ ვერ წახვალ უკეთესობისკენ. ამოხსნა ნიშნავს, რომ განვითარდე და წახვიდე უკეთესობისკენ, ხო? ანუ ჯერ იღებ შენ თავს, როგორიც ხარ, გიყვარს, პატივსცემ, პატრონობ, ზრუნავ შენ თავზე, რომ იზრდება ადამიანი თვითონ ხდება თავის მშობელი, მე მშობელი აღარ ჭირდება, ხო შენ ზრუნავ შენ თავზე. და თუ ბოლომდე არ მიიღე შენი თავი, ვერ განვითარდები, ვერ შეცვლი შენ თავს უკეთესობისკენ. აი ამაზეა რომ აი მოგწონდეს ჯანსაღად, ოღონდ აქ არ იგულისხმება ეგოიზმი. ეგოიზმი არსებობს ჯანსაღი ეგოიზმი, როცა შენ იცავ შენს საზღვრებს, მაგრამ ეგოიზმს რო ხმარობენ ამ სიტყვას, უფრო გულისხმობენ მის არაჯანსაღ მნიშვნელობას. ხო, ნეგატიურს, რომ აი შენ გარშემო რო გინდა ყველა მიტრიალოს და შენ რო ხარ სამყაროს ცენტრი. ეს არის გულისხმება, აქ იგულისხმება ჯანსაღი ეგო, ანუ ჯანსაღად რომ მოგწონს შენი თავი, რომ გაჩდი ამ ქვეყანაზე და რომ მოევლინე ამ ქვეყანას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველაფერი საუკეთესო ღირსი ხარ, მარტო იმიტომ რომ არსებობ, მარტო იმიტომ რომ დაიბადე და მოხვედი შენთვის არის ეს სამყარო თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ამას უნდა აცნობიერებდე რა. ისე თავისით ეს არ მოვა.